გალაქტიონს აკასეთი სტრიქონები ჩემთვის დღესავით არის ნათელი რა სიტყვის ჩემზე შთამომავლობა აი აბსოლუტურად ნათელია რა სიტყვის შთამომავლობა ივანიშვილზე როგორც არ უნდა დაამთავროს მან თავისი პოლიტიკური კარიერა ის იქნება ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ფიგურად ალბათ შესული ვინც კი ყოფილა საქართველოს მმართველი მან ეს მიაღწია 12 წელიწადში როდესაც ის 12 წლის წინ მოვიდა როგორც რამის მხსნელი ქვეყნის, როდესაც მისი პოპულარობა იყო პიკზე. და ის იყო ძალიან ბევრი ადამიანისთვის რაღაცა ძალიან ძვირფასი, საყვარელი და რაღაც ლამის ერის გადამრჩენის ის ჰქონდა რამის იმიჯი. აი ამას მიაღწია და ხა რა ვიცი ხა მეტი უბედურება რა უნდა დაგემართოს, როცა თან პლიუს კიდე ერთადერთი ყველაზე მდიდარი კაცი ხარ საქართველოში თან. პლიუს ყველაფერ ამასთან ერთად. და სხვადასხვა მისი ქონება, ელემენტარული სტატისტიკა გვეუბნება, რომ გაორმაგდა რაც ხელისუფლებაშია. ანუ მან პრაქტიკულად ეს ქვეყანა გაიხადა თავის რაღაცა ფულის საჭრელ დაზგად. და დანარჩენი ყველაფერი რაც არის, ეხლა რასაც ჩვენ უყურებთ, ეს არის აი რომ ეს ფულის საჭრელი დაზგა შეიძლება კარგად იმუშაოს და შეიძლება მეტი ფული მოჭრას და საგარეო ორიენტაციის საკითხი, ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საკითხი და საერთოდ ის რაც პოლიტიკოსისთვის უნდა იყოს დამახასიათებელი, ეს ყველაფერი დაქვემდებარებულია ამ ინტერესს. ამიტომ ის გახდება პრორუსიც, თუ საჭიროა პროჩინელის, თუ საჭიროა პროირანელიც, ნუ პროდასავლურობა არ გამოვიდა. ანუ ვერ შეათავსა, ასე ვთქვათ, ეს მისი აბსოლუტური ძალაუფლება პროდასავლურობასთან და ამაზე როგორც ჩანს, განსაკუთრებით ეს გამოიკვეთა უკვე უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ამაზე მას აბსოლუტურად უარი აქვს ნათქვამი. დღეს ის მთლიანად დაკავებულია ერთადერთი რამით, რაც შეიძლება მოახდინოს ძალაუფლების კონსოლიდაცია და ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც იქნება სადაც ყველა ბერკეტი იქნება მას ხელში, მთელ ფულად ნაკადებს გააკონტროლებს ის, მთელ ასე ვთქვათ საზოგადოებრივი აზრის კონტროლიც ექნება, მასმედიის კონტროლი, ნუ სასამართლოს ისედაც ჯიბეშილდებს და ეს არის მიზანი, ხა ის იბძვის ამისთვის. 2012-ში რატომ მოვიდა პოლიტიკაში? გააქვთ დღეს ამაზე პასუხი? ესეც არის ისეთი ვადათი. 2012 ძალიან მარტივი იყო, მე ჩემთვის არასოდეს არ ყოფილა ეს დიდი საიდუმლო 2012-ში მას კონდა შიში რომ ზაგაშვილი უპირებს ჟარგონით თქო მოტეხვას. ანუ შეიძლება მას აღარ დაედგოებოდეს საქართველოში, იმიტომ რომ იქაც საკმაოდ ავტორიტარული რეჟიმის კონსოლიდაცია მიდიოდა და არავის არ ჭირდებოდა ჯერ კიდევ ძალიან ესეთი მეორე, ასეთი დიდარი და გავლენიანი ადამიანი. თორე მანამდე რაღაც პერიოდამდე ძალიან შვერად თავის გადარჩენა იყო მისია ქვეყნის გადარჩენაზე. მარტო თავის გადარჩენაც არის ყოველთვის ამზადებდა ნიადაგს, რომ რამე რო იყოს, თუ მას დაჭირდებოდა მას ასე ვთქვათ, პირდაპირ პოლიტიკაში ჩართვა შეძლებოდა. ნიადაგის შემზადებაში ეს ქველმოქმედებებიც რასაც თავის ქველმოქმედებები, თავისი დაფინანსებაც ხო მათ შორის ხელისუფლების დაფინანსება მე ვიტყოდი რომ ის საკმაოდ უცნაურად ვიღაც კონკრეტულ პოლიტიკოსებსაც კი აფინანსებდა კონკრეტულ ადამიანებს, რომელიც მაინც დიდ როლს მაშინ არ თამაშობდნენ იქ. ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში რა თქმა ამას არ ვიცი, მაგრამ ყავდა ყოველ შემთხვევისთვის ვიღაცა. ერთი ორი თუ დაჭირდებოდა გააჟღერებინებდა რაღაცას. მაგრამ ნუ მას ქონდა რაღაც პერიოდამდე განცდა იგივე სააკაშვილის ხელისუფლებაში რო იყო, რომ ისიც თანამმართველია. ასე ვთქვათ, ის მასაც ეკითხება, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე აღარ ქონდა უკვე და დაინახა რომ უბრალოდ ის კი არა რომ აღარ ეკითხებიან მას ჭკუას. არამედ რომ მას გაუჩნდა შიშები რომ ის შეიძლება ან დაიჭირონ, ან გააგდონ ქვეყნიდან და ნუ მან გადაწყვიტა ამ რისკზე წასვლა. აი ყავდა 1-2 ვისაც რამე სათქმევინებდა მაშინ, ასე თქვით, დღეს მთელი სახელმწიფო მის სამსახურშია ყველა სისტემა. არა მარტო. ის სახელმწიფო ბიზნესი, დიდი ბიზნესი ასე. პროპაგანდა. მიუხედავად ამისა, თავის დაბადების დღეზე უნდა იყოს თუ არა კმაყოფილი იმით, რაც აქვს, როგორ ვიქრო. ძალიან ისეთი უიკაცრავად. შეიძლება პარადოქსულია მოგახსენდა. აბა მოგვიყევით. პატიეთ. დაბადების დღე მახსოვს 2012-ში, როდესაც გახდით მე თვითონ ოცნების შტაბში, ეს ივანიშვილის დაბადების დღე რო იყო, იქ ვიღაც შტაბის წევრებმა გადაწყვიტეს მიელოცათ. და მანაში ასეთი რამე თქვა, რომ მე დაბადების დღე არ მიყვარსო. ჩემი დაბადების დღე და საერთოდ არ მესმის ესო რა დღესასწაულიაო. მე თბილისში გავიგრო თურმე დაბადების დღეს იხტის ხალხი ხა, ჩემთან სოფელში ეგეთი რამე არ წყოფილაო რა. ჩვეულებრივი დღე იყო ისაო და დღეს ძალიან სიამოვნებით იღებს მილოცვებს.
როგორც ხედავთ და ძალიან სიამოვნებს. ანუ ესეც მიუთითებს რაღაცას. როდის იტყუებოდა? არა, არ ვიცი, მაშინ რატომ მოგატყუებდა ახლა რა ძალა ედგა. ეს არც გასულა გარეთ უბრალოდ ახლა ყვები ხა ისეთი არაფერი არ არის, მაგრამ ანუ ამას არ უყურებდა მაინც და მაინც დიდ ვალდებულებად რომ დიდი ამბავი მომილოცავენ. ასწრებენ ვინ როგორი და მანამდეც ხო იყო პოპულარული ადამიანი რაღაც ლამის ერის მამა არისო რაღაცები ამბობდნენ და ახსოვდ ოდესმე ვინმეს მიელოცოს მაგისტრის დაბადების დღე და აი პირველად ხდება ხელისუფლებაში რაც არის ამ დროსაც. ეხლა ითხოვს უკვე. ანუ ის ითხოვს პატივისცემის სიყვარულის დადავლებას, უნდა რომ ხალხს კიდევ ისე უყვარდეს, ხალხი მასზე გიждდებოდეს და ამ დროს არ უყვარს უკვე ხალხი. ეს არის აბსოლუტურად გაკოტრებული. ის არის რომ მე არ ვიცი ხა რაც მან გააკეთა. რა სიტუაციაზეც ქვეყანა მიიყვანა. ესეთი რამე, ნუ არ ვიცი ხა ამას არ გააკეთებდა, აი დარწმუნებით შემიძლია თქვა არც არავინ. ეს აწუხებს რაიმე წითელი ხაზები აქვს ივანიშვილს დღეს იქნება ის დისკომფორტში როგორ გგონიათ აქცია რომელიც სპეციალურად დაამტყვია ხალხმა ივანიშვილის დაბადების დღეს რომ აი ამ დღესაც უნდა ვუთხრათ თუ გავითვალისწინებთ რომ ის უკვე იმას ითხოვს რომ აქ უნდა ადიდონ მისმა თანაგუნდელებმა და მე არ მჯერე ახლა რომ მართლა გულწრფელად გამოვიდა ვიღაცა მოწონს მას ეს თორე ძალიან მარტივად შეუძლია ერთი უთხრა თუ არ გაბედოთ ეხლა ჩემთან რაღაცა ჩემიზე მამა და მარჩენალის ძახილი და გაჩუმდითო და გაჩუმდება ყველა და იტყვია რომ დედა რა თავდაბალიაო მე ამას იტყვოდე მაგრამ ახლა ამას ითხოვს რა თქმა უნდა ის რომ ბევრი ხალხი შეიგრიბებს მის წინააღმდეგ და მე რაღაცა პერფორმანსები მოეწყოს კიდე ამაზე ძალიან გაბრაზდება აი ძალიან და ინფორმაცია რომ 19-ში ითხოვდა ცარიელ რუსთაველის გამზირს და იმ ვითარებაში ვართ რომ მარტივად დასაჯერებელი ძალიან კაცმა არის ისას გააკეთებს იმიტომ რომ ნუ ეხლა ჩვენ საქმე გვაქვს გარდა ყველაფრისა რომ საითაც მიყავს ეს ქვეყანა და ნუ ეს ქვეყანა აშკარად მწირულია ასეთი თუ საერთაშორისო კონიუნქტურა გადაგვარჩეს თორე მისი ხელდა საქართველოს ხალხის ნება რა თქმა უნდა თავარი ეს არის თორე ის თუ დარჩა და ძალაუფლების კონსოლიდაცია მან თუ მოახდინა ეს უბრალოდ შეუძლებელია მოხდეს რუსეთის დახმარების გარეშე ეს აბსოლუტურად გამორიცხულია ვერ გააკეთებს ამას ამიტომ ჩვენ განწირული ვართ ივანიშვილის მმართველობის დროს ვიყოთ ჩამორჩენილი ჩანჩალა რუსეთის მარიონეტი ეს არის თუ მან მიაღწია თავის მიზანს და ყველაფერზე კონტროლი დაამყარა მაგრამ მე ვფიქრობ რომ ის ვერ მიაღწევს რატომ გონიათ რა გაძლევთ ამ ოპტიმიზმის ორი მომენტია აქ შიდა და გარე საერთოდ ჩვენ პატარა ქვეყნებში გარე ფაქტორსაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს თუმცა შიდა ფაქტორის გარეშე გარე ფაქტორი არ მუშაობს შიდა ფაქტორი ეს არის საზოგადოების განწყობა განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის არასდროს ახალგაზრდა თაობასთან ძველ თაობას არ მოუგია ომი თუ ასეთი რაღაც კონფლიქტი არსებობს საზოგადოებაში და ჩვენ ნებისმიერი სოციოლოგიური კვლევა გვიჩვენებს რომ ხელისუფლების მომხრეთა დიდი ნაწილი მე გულწრფელ მომხრეებზე ვლაპარაკობ არის უფრო აი საბჭოთა პოსტსაბჭოთა პერიოდის ადამიანები და ახალგაზრდა თაობის აი აბსოლუტური უმრავლესობა ხა მე ჩემ პირადი პრაქტიკაშიც არაერთხელ შევწრები ვარ ამას მე არაერთ უნივერსიტეტში მაქვს ლექციები და სტუდენტების განწყობა დაახლოებით ვიცი ყველა შეიძლება არ იყოს რადიკალურად განწყობილი მაგრამ ნუ ხელისუფლების მომხრე სტუდენტი ხა რამდენიმე კონკავშირებს ვარ ჩავთვლით რომელიც ყველა ეპოქაში არიან ნუ არ არსებობს ასეთი უბრალოდ არ არის ძალიან არაპოპულარულია ხელისუფლება ახალგაზრდობაში ხელისუფლება არის რეტროგრადი ჩამორჩენილი რომელიც რაღაც გაურკვეველ მათთვის სრულიად უცხო წარსულში და მიუღებელ წარსულში გვეხაჭება ამიტომ ეს არის ერთ-ერთი გადამწყვეტი სხვადასხვა უფრო დავაფასე ამ სიტუაციაში ედვარდ შევარდნაძე მე მინდა გითხრათ იმიტომ რომ მას რომ მოენდომებინა ის რასაც დღეს ივანიშვილი აკეთებს მას ეს გაცილებით ადვილად გამოვიდოდა იმიტომ რომ იმდროინდელი საზოგადოება ამისთვის აი ამ რუსეთის ასე ვთქვათ ვასალად და მარიონეტად ყოფნისთვის ბევრად უფრო მზად იყო ესე ნათქვამებს რომ არ ვარ არჩევარდნაძე და არც იანუკოვიჩიო ესე თქვა 29 მაგას თუ გონია რომ უკეთესია ან ერთზე ან მეორეზე ძალიან ცდება მაგრამ პრინციპში დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში დღევანდელი ქართული საზოგადოება რუსეთის მარიონეტ გაურკვეველ რაღაცა ჭდილოვან მმართველობას არ მიიღებს ეს ერთი ეს შესაძლებელია მხოლოდ თავს მოახვიო რეპრესიებით რასაც მიმართავს კიდე ცდილობს ხო კანონებს იღებს აგერი აპატიმრებს ადამიანებს მაგრამ მაგარი კიდე გარე ფაქტორი
ხო, აი გარე ფაქტორი ახსენეთ, აქვს მისთვის ამ წნეხს მნიშვნელობა, აი დასავლეთი მისი რეაქცია არის წითელი ხაზი მისთვის, იმიტომ რომ არავლენს არაჩვენებს ამას ჯერჯერობით. სანქციებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მას იმედი ჩაუსახა ტრამპის მოსვლამ და ის საკმაოდ ისეთმა ცოტა არ იყოს ოდიოზურმა განცხადებებმა, რასაც ტრამპი და მისი გუნდი აკეთებს, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები ჩემი აზრით მაინც მიუხედავად იმისა, ვინც არ უნდა იყოს მის სათავეში, გააცილებით უფრო ძლიერი ინსტიტუციური ტრადიციებია იმ ქვეყანაში და იქ ვერ შეძლებს ვერავინ რომ ბოლოს და ბოლოს ახლა ტრამპი იქნება იქ თუ ჯეი-დი ვენსი იქნება თუ სხვები იქნებიან ახლა ეს ის ხალხი ფულის საკეთებლად ეს ხალხი არაა მოსული ამერიკის სამართავად მათ აქვს პოლიტიკური ამბიციაც და ეს პოლიტიკური ამბიცია არ არსებობს არ შეთქმულების თეორიებიც არ უნდა აწუხებდეთ ახლა ამერიკის ამჟამინდელ მმართველებს რეალობას შეეჯახებიან და რომ დაინახავენ რომ ის შეთქმულების თეორია სიამბულეში რომ цаრიელი რაღაცა ის ფანტომია და სისულელია ისინი ძულებული იქნებიან რაღაც კომპანიები გაასწორონ და რაღაც ამერიკის სტრატეგიული ინტერესებზე იზრუნონ უბრალოდ ამასობაში იკარგება დრო ფუჭდება რაღაც ურთიერთობები და რაღაცები ფუჭდება თუმცა აი ეს განცხადებები არანაირად არ ნიშნავს იმას რომ თქვა ხვალზე კაგერ დღეს შეიკრიბენ ხო იქ საუდის არაბეთში ამერიკელები და რუსები დაილაპარაკეს ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ და დაიშალენ და ვერ შეთანხმდებიან იმიტომ რომ აქ ისეთი განსხვავებული ინტერესებია იმდენად წინააღმდეგობრივი ინტერესებია რომ ახლა აქ ისი იმედი აქვს ბიძინა ივანიშვილს რომ დაждდება ორი დიდი ბიძია ესე იგი პუტინი და ტრამპი მოილაპარაკებენ ტრამპი ეტყვის რომ მოკლედ ეს შენი იყოს აგერ კავკასია შენი იყოს საქართველოს შენი იყოს ოღონდ ერთი ამბიც დავანებოთ თავი იყოს თავისთვის აკეთოს რაც უნდა და პუტინისთან ის დაალაგდება და მიუშვებენ მას და ეს აქ იქნება და იქნება და მე კიდე შვილს დაგვიტოვებს ალბათ მემკვიდრით ეს არის მისი ქართული ოცნება მაგრამ ეს ამ ოცნებას არ უწევია ასრულებ ანუ ეს ორი ფაქტორი ერთად იმიტომ რომ დღეს ასია თუ ხვალ ისია თუ როგორც იქნება თუ აი ამ წინააღმდეგობის მოძრაობა რომელიც არის და რომელიც რო ახლა მართლა მგონი ამაზე ყველანი ვთანხმდებით არის აბსოლუტურად უნიკალური მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ესეც ისტორიული მოვლენაა და აქ ვინც დღეს არის შევლენ და მიუხედავად იმ რეპრესიებისა ხომ რასაც აკეთეთ თქვენ თქვით რომ აი აძლიერებს ივანიშვილი რეპრესიებს ყოველდღიურად უფრო მეტად ამავე სცენარიდან არის თავდასხმები აეროპორტში თქვენ როგორ გონიათ რატომ ამოიჩემა რატომ მოირჩია სამიზნეთ ივანიშვილმა გახარია და სალომე ზურაბიშვილი ამავდროულად ის ვის ელაპარაკება ამით ვის რამეს ის უგზავნის შიგნით შიდა გუნდშიც კობახიძისთვისაც ხომ არ არის ეს არის გზავნილი რომ ვინც უღალატებს ყველაზე თუ რაღაც ოპონენტების გაქრობის მცდელობა სულციდან სრულად დაშინება ოპონენტების მეტი ნაყავს მაგრამ ეს ორი ადამიანი როგორც ისინი არიან მოღალატეებიდან ეს სხვა ამბავი ანუ ეს მისი ხალხი იყო ეს ასეთული და მან გახადა ერთი პრემიერ-მინისტრად მეორე პრეზიდენტად და მათ უღალატეს ავიდნენ და დღეს ესე იგი არიან მისი ოპონენტები და ეს მისთვის არის განსაკუთრებით ანუ ერთი სიგნალი აი ამ გუნდისთვის რომელსაც ძალიან კარგად იცის რა ხალხი ყავს ახლა ამჯერად ვინ ყავს ასე ვთქვათ თავის გუნდში რომ თუ ვინმე მას უღალატებს მასაც თავს დაატყდება და დარჩა ესეთი ვინმე შეიძლება ივანიშვილს შემთხვევით ის არავის არ ენდობა და აქედან გამომდინარე მე კი არ გონია რომ ვინმე საერთოდ რამის ის იყოს ახლა იქ რაღაცა პიროვნულობის და იმის გამომჩენ ჯერ მარტო კომენტარები რა დღირდა ამ სალომე ზურაბიშვილის და ამ გახარიას შემდეგ რეებსაც ლაპარაკობდნენ რა მაგრამ ერთი ეგ მომენტია და მეორე არის აი მართლა ამ პიროვნული ბოღმის გამოვლენა წმინდა მის პიროვნებაზე მეტყველებს ეს კვერცხების სროლა მეტი კი არაფერზე პირადად მისი პიროვნება ასეთი რაღაც მეწვრილმანე შურის მაძიებელი რო ხარ ამ ხელა ქვეყნის ბატონ პატრონი ვითომ და აი აქამდე რო დაეცემ ნუ არ ვიცი ახლა მე ამას რა უნდა ვთქვა ეს არის ძალიან დიდი ძალიან დაბიოსაქციელია მარტივად რომ შედარებით ვფიქრობ რომ ეს მისი პირადად მისი ბრძანების შედეგია კი ნამდვილად იმიტომ რომ საკმარისია აგერ გახარიას ხო ესრულეს ერთხელ გვერდები რო ჩამოვიდა საკმარისია მას ეთქვა ერთი გადმოერეკა ზარი და თქვენ მაქრო ცოტა წესია მოიკეცითო და ამთავრდა იქარა რაგან არ ეუბნება ესე იგი მინიმუმ მოწონსეს და მე უფრო მგონია რომ პირდაპირ ავალებს რომ მიდით კვერცხები ესროლეთ ასკერით ისეკერით მე იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ეუბნება რომ მიდით დაიჭირეთ ესენიო როგორ უნდა დაიჭირონ ხა
ამ კომისიით რაღაცა საფუძველი იქმნება ღალატის მოხლი. საერთოდ მასხარაობაა მე მგონია, იმიტომ რომ საერთოდ ამ კომისიით რა უნდა დაადგინონ და რას იკვლევენ, აი აბსოლუტურად გაუგებარია, ვის დაჭერას აპირებენ, ან ვის დისკრედიტაციას აპირებენ. ესე იგი ჯეტყველა დაჭერილია, ვინც კი ნაცმოძრაობის იმასთან, ასე ვთქვათ, მმართველობის რაღაც ძალადობასთან ასოცირდებოდა, დაწყებული სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი გაქცეული ყავდა, ხალაიები, კიდევ ვინ ჯამთვალოთ ეხლა, რა ვიცი, უგულავ ერთხელ დაიჭერეს მე მგონი და რა ვიცი, ეხლა მე-6 თუ კიდევ უგულავას დაჭერეს აპირებენ, არ ვიცი ეხლა. ან ვიღაცის, რა ვიცი, თირა ბოკუჩავა უნდა დაიჭირონ თუ ლევან სანიკიძე თუ ვინ. ნუ ეხლა ეს ხო სიგიჟეა აბსოლუტურად თან. ზურავჭია ბერაშვილს დაემუქრნენ პირველი სიაში. ეხლა წულუკიან მეტყოდა იეშმა კაცოდა და დაიწყო არჩევნებზე ლაპარაკი. ვითომ რაღაც კონკრეტიკა რო შეეტანა, იმიტომ რომ სრულიად გარსიშოს პარტია გავასამართლოთ, პარტიის რომელი, ანუ პარტიის წევრებს ეხება მარტო, თუ არ ეხება პარტიის წევრებს და ხარდამჭერებსაც ეხება, თუ იმ პარტიის წევრებს ეხება მარტო, რომელიც ბოლოს არიან და ბიზნეს ივანიშვილის წინააღმდეგ, ანუ მაგალითად მიქანაძეს შეეხება, ან მურუციძეს ეხება, სხვებს ეს ამბები. ამიტომ ეს სრული სიგიჟეა. ეს არც გამოვა და არც არის ამისთვის. ეს არის თავისი ამომრჩევლის დაბოლებისთვის და რით არის განპირობებული დამძიმება და სისწრაფე ამ რეპრესიების გზაზე. ერთის მხრივ ეს რეპრესიული კანონები, რომელსაც სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტი იღებს, მეორეს მხრივ ეს აღვირახსნილი რეპრესიები. წამზომს გრძნობს, რომელიც შეიძლება ჩართული იყოს, თუ პირიქით, აი მიზანმიმართულად ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ დიქტატურის გამყარების გზას მიუყვება. დამყარებას და კონსოლიდაციას უცდილობს ეს ცხადია, თუმცა ეს არ არის საკმარისი. დიქტატურა ჭირდება გაცილებით სტალინური მეთოდები, პირდაპირ ხალხის მასობრივი დაპატიმრებები და მათ შორის სიკვდილით დასჯაც, თუ სერიოზულად გინდა აქ შენ პრორუსული დიქტატურა დაამყარო, ეს უნდა ქნას. მაგრამ ამაზე ვერ მიდის, ბუნებრივია. დღეს მე ვფიქრობ, ივანიშვილის თავარი თავსატეხი და თავის ტკივილი არის პროტესტის ჩახშობა. აი ეს რუსთაველის პროტესტი მას ძალიან უშლის ნერვებს, იმიტომ რომ სანამ ეს არსებობს, სანამ ხალხი გამოდის, ის არ არის მომჯდარი სტაბილურად, არავის თვალში და იგივე გარეთ თუ უნდა ვიღაცებს რაღაცების ევაჭროს და მოივაჭროს, თუნდაც იგივე პუტინთან და რუსეთთან. ნუ იქაც ეთქვიან, შენ ვერ აკონტროლებ მაგ სიტუაციას. აი ხალხი შენ წინააღმდეგ არის. რადგან ახდენს ეს პროტესტი გავლენას უცნობს მომხრეებზე, ანუ აკარგვინებს მას მომხრეებს, ესეც არის თავის ახდენს გავლენას ჯერ არ არის სტადია რომ მასობრივად დაიწყოს ჩამონგრევა, მაგრამ თუ გაძლო და მით უმეტეს თუ გაიზარდა და მით უმეტეს და ეს მგონია მე ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს თუ გადაიზარდა რაღაცა პოლიტიკურ ალტერნატივაშიც, რაც აუცილებელია თუ გინდა ხელისუფლების შეცვლა. პოლიტიკური ალტერნატივის გარშე ხელისუფლება არ შეიცვლება და კი შეიძლება ეს ხება მოხდეს და ბოლოს მაინც გაჩნდება ეს ალტერნატივა, მაგრამ რაც უფრო დროზე გაჩნდება უკეთესია. ასე რომ კი, რა თქმა უნდა, ეს პროტესტი არის ყველაზე ძიმე ამბავი ხელისუფლების ცდილობს ეს გადააგოროს. ამიტომ სუცulis ტაქტიკას, ხან მიდის უფრო მკაც რეპრესიებზე, ხან იგონებს კანონებს, მერე დაიწყო ჯარიმები. ეხლა კიდე რაღაცებს მოიგონებენ ალბათ. ეხლა დაიწყეს რაღაც თავდასხმები, ისევ ცემა, კვერცხების სროლა რაღაცა და ნუ აი დიქტატურის დამყარების პროცესია ეს თუ უკვე ივანიშვილი დიქტატორია? როგორ გქონიათ? ნუ ჯერ არ არის ესე ვთქვათ გაფორმებული დიქტატორი ინდონეზე, როგორც მას უნდა რომ იყოს. მე მომწონს ძალიან დარჩამის გაფორმებამდე. ეწერა ეს ასე უხეირო დიქტატორი. აი უხეირო დიქტატურა. ხო, ასე ითარგმნა ქართულად და მომწონს ძალიან. აი ზუსტად გვაქვს უხეირო დიქტატურა. ანუ თხლად ბოლომდე კონსოლიდირებული არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა მიდივარ და აი ბოლო ტიპის დიქტატურამდე და რა თქმა უნდა ზოგიერთი არ დაგეთანხმებათ მაინც ახლა. უხეირო დიქტატორი ვერ უნდა აღწევდეს ხომ თავის მიზნებს. ჩვენს უხეირო იმიტომ რომ ვერ აღწევს მიზნებს. ვერ აღწევს ამ დროისთვის ივანიშვილი თავის მიზნებს. ზე მიღწეული ვერ ჩახშო ეს პროტესტი. პროტესტი არის. ესე იგი ამდენი ხანია უკვე 3 თვეა თითქმის პროტესტი არის უწყვეტად. ყოველ დღე იკეთება რუსთაველი, ეგეთ საერთოდ ისტორიაში არ მომხდარა არასდროს. დაწყებული, რა ვიცი, ფარნავაზის დროიდან არ მომხდარა ეგრე რომ ქალაქში 3 თვეა პროტესტებდეს ვიღაცა რაღაცას. არასდროს ეგეთი ამბები არ მომხდარა და ეხლა ეს რანაირად არის მაშინ ეხლა სად გინახავთ თქვენ დიქტატურაში 3 თვეა პროტესტებდეს ხალხი ეხლა. ხო, აი ალტერნატივის ფორმირებაზე როცა თქვით, ამ ნაწილში რა გამოწვევები აქვს ეხლა პროცესს? აქ გვაქვს ჩვენ სერიოზული პრობლემა პოლიტიკური კლასის და გაჩენა თქვით თან ალტერნატივის, ანუ კიდევ რაღაც ახალი უნდა გაჩნდეს
თუ არსებული სპექტრი უნდა გადავალდეს ისე ან ალბათ მე ასე შეიცვალოს ისე რომ ერთის სიახლე არის მოთხოვნა პრეზიდენტი ახსენებს ამას ხშირად არსებობს ეს სიახლეზე მაგრამ მეორე მხრივ ახლა ეს ახალი საიდან გაჩნდეს ეს ახალი ხალხი არა ეს ასე მარტივად ხო არ ხდება ვიღაცები რომ გამოიკვეთოს ხალხის საზოგადოება უნდა გაიცნოს რაღაცა ცნობადი სახე გახდეს ამასაც ჭირდება გარკვეული დრო მით უმეტეს პოლიტიკაში ამას ზოგჯერ დიდი დრო ჭირდება რომ ვიღაცა გახდეს ცნობადი და ამიტომ რაღაცაა უნდა მოხდეს კომბინირება ერთი იმისი რაც გვაქვს და მე არ ვარ არ ფიქრობ რომ ჩვენ მაინც და მაინც ძალიან ცუდი სპექტრი გვაქვს და ცუდი პოლიტიკოსები გვყავს ბევრი საინტერესო ფიგურა გვყავს არც ყველა პარტიაში უკლებლივ მაგრამ ნუ გვინდა არ გვინდა სამწუხარო რეალობა ის არის რომ არ არის პარტიები პოპულარული და ვერ ხედავს საზოგადოების ძალიან რთული საქმეა რაუშლის ხელ და არ ამგონია რომ ახლა შეძლო მით უმეტეს ჩვენ ძალიან დეფიციტი გვაქვს დროის იმიტომ რომ ეხა ჩვენ არ გვაქვს 5 წელი და 6 წელი რომ იმუშაო იმიტომ რომ აგერ დიქტატურა გვაქვს კარზე მომდგარი და სალომე ზურაბიშვილის როლს ამ პროცესში როგორ ხედავთ განსხვავებული იყო ორბელიანების სასახლეში ყოფნამდე და იქიდან გამოსვლის პრეზიდენტი როცა ხარ ეს პრეზიდენტობა თავისთავად გმატებს ეგრეთ წოდებულ სკამის რეიტინგს ეს ასეა ყოველთვის ვინც არ უნდა გახადო პრეზიდენტი ნუ ყველაშვის არ ეხება ბუნებრივია და ასეთი ხა ფიგურა თუ გახდები გინდა პრეზიდენტი გახდი გინდა ისა მაინც იგივე იქნები რაც იყავი მანამდე მაგრამ ნუ მისი ქმედებებით მან სალომე ზურაბიშვილი მოგახსენებს სანამ პრეზიდენტი გახდებოდა ის არ იყო ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი არც ოპოზიციურ ფლანგზე და არც ხელისუფლების პირიქით ის სწორედ ამიტომ გახადა ივანიშვილმა პრეზიდენტი რომ ფიქრობდა რომ ეს არ არის პოპულარული და ვერაფერს ვერ იზამს ჩემ წინააღმდეგ თუ რაღაცა ხასიათი გამოავლინა მარგველაშვილივით ეს ვერაფერს ვერ დამაკლებსო და აღმოჩნდა რომ შეუძლია ხასიათის გამოავლინა და მე როგორ ამიტომ დღეს ის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია უკვე საქართველოში მას აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია ძალიან სერიოზული კარგი კავშირები მას აღიარებს სოფლიო ევროპა აღიარებსაშუის ამერიკაში აღიარებენ და პრინციპში რა თქმა უნდა მას დიდი როლი აქვს და მას შეუძლია იყოს სერიოზული მაკონსოლიდირებელი ამ ალტერნატივის ბატონ დაუბრუნდეთ კვლავ დღევანდელ დღეს და დაბადების დღეს თქვენ პერსონალურად რას ეტყოდით დღეს ივანიშვილს როგორც ადამიანი რომელიც ერთდროს იყავით მისი ახო ვიცი წევრი რაცა ასეთი ანდაზერვა როგორც მოსვლით გაგვახარი ისეც ასვლით ერთად მეტი არაფერს თქვენი მაგარა მაქვს ივანიშვილს როგორც პერსონაჟს როგორც ადამიანს როგორც ფიგურას ასე ვთქვათ პოლიტიკურს თავისი პოზიტიური პოტენციალი თუ ქონდა ოდესმე ეს აღარ აქვს საერთოდ და არის მთლიანად ნეგატიური ხა კარგახანია უკვე ანუ ყოველი მისი დღე ეს არის ქვეყნის უკანგადადგმული ნაბიჯი მისი დღე ხელისუფლებაში ამიტომ ეხლა მისთვისაც მისი ოჯახისთვისაც თუ უნდა პირადად მისთვისაც მისი ოჯახისთვისაც ქვეყნისთვისაც თუ ასე ძალიან უყვარს ეს ქვეყანა როგორც თვითონ ამტკიცებს ნუ ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა და ყველაზე კარგი საჩუქარი იქნებოდა მთელი ერისთვის რომ ის წასულიყო საერთოდ პოლიტიკიდან და იყოს დავიწყოს შეიძლება მე იქ ვილაპარაკოთ კიდე რაღაცაზე რამდენად უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებდა, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, მე როცა დაიწყება წარსულის გადაკეთება და მას აქვს ამის იქ ძალიან ბევრი რამ ისეთი გამოჟღავდება, რის სიმპათიება შეიძლება გართულდეს მე. მაგრამ კარგი იყო პირველი პასუხი როგორც მოსვლით გაგვახარეთ ისეც ასე. გაგვახარეთ დიქტატორები რომ ასე არ მიდიან თქვენც იცით. ნუ რა თქმა უნდა არავინ არ მიდის თავისი ნებით წასული დიქტატორი არ არსებობს ბუნებაში, მაგალითად სულ მომყავს ეს მაგალითი ჩილელ დიქტატორი პინოჩეტი რომელიც გადადგა ბოლოს როგორც იქნა მის გაშვებას ჩილეში დაჭირდა დაახლოებით წელიწადნახევრის მანძილზე განუწყვეტელი აქციები წელიწადნახევარი გრძელდებოდა ეს ჭიდაობა მასთან რომ როგორმე ის წასულიყო ბოლოს არჩევნებიც წააგო მაინც არ მიდიოდა რაღაცა გაყალბებას ცდილობდა დაეწერა მაგრამ მაინც ბოლოს გაუშვეს და თუმცა სერიოზული უსაფრთხოების გარანტიები გამოითხოვა ისი არ წავიდა. მაინც და ნუ ბოლოსკი მაინც გაასამართლეს, მაგრამ ნუ ციხეში აღარ ჩაუცვამთ.